უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე თანამდებობის პირზე გაცემულ სახელფასო დანამატებს აპროტესტებს. ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მან ადმინისტრაციიდან 2015-2016 წლის ინფორმაცია გამოითხოვა. შედეგად ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში დანამატის სახით რამდენიმე 1000 ლარი აიღო. ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით კოლოსალური თანხები აქვთ აღებული აგრეთვე ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს დავით პატარაიას და გიორგი მარგველაშვილის კიდევ ერთ მრჩეველს ელენე აბაშიძეს. კობაიძე საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი რეაგირებისაკენ მოუწოდებს. ფიქრია ჩიხრაძეს, რომელიც 2 კვირის დანიშნული იყო, როდესაც მას უკვე 4000 ლარი ჰქონდა აღებული. მაია აბაშიძე, რომელიც 10 დღის დანიშნული იყო, 3375 ლარი ჰქონდა აღებული. ასევე დავით პატარაია, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო, თვეების 40000 ლარი ჰქონდა აღებული. აქედან გამომდინარე, ეს არის მარაზმი, მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, არის დაკავებული თავიანთი პირადი ვოიაჟებისათვის.